ეს წიგნი არის რაღაც მარადიულ ფასეულობებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, პატრიოტიზმზე. პირველი წიგნი არის, რომელიც დავწერე, ეს არ არის რამე სასულიერო ლიტერატურა, ეს არის შეიძლება ითქვას ისტორიულით, შეიძლება უწოდოთ, შეიძლება არც უწოდოთ, რომანი არის. და აი ამ წიგნით მე მინდოდა ერთი წელია თითქმის რაც დავამთავრე, მასზე მუშაობდი, რამდენიმე თვე უთავსად ღამით ვწერდი ამ წიგნს და ჩემი ნაფიქრი, ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება მარადიულ ფასეულობებზე მინდოდა რომ ესე გადმომეცა. ეს მხატვრული ლიტერატურით გადმოცემული ჩემთვის არის გარკვეულად ქადაგების რაღაც ფორმა. თუ შეიძლება ასე ვიტყვი და თუ კადნიერებად არ ჩამithვლით. მინდოდა რომ ესე გადმომეცა ამ ფორმით ისეთ ფასეულობებზე, როგორიც არის სიყვარული, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები. იმიტომ რომ დღეს თანამედროვე ადამიანმა თითქოს აი ესეთი ფასეულობები გარკვეულ დევალვაციას, მარადიული ფასეულობები გაიცის გარკვეულ დევალვაციას და მე მინდოდა რომ აი ამ წიგნის ფორმით, მხატვრული ლიტერატურის ფორმით გადმომეცა ადამიანებისთვის ჩემი ნაფიქრი და ნააზრევი.